მიღება თანდათან შეესწორია. მიღება აპარი ცხოვრება გამოდის. მიღება მოხოზე აღარ დაშვებასა. ჩემი კონდიციებია
ყოველები გრუპები არის. ეგლები მათ თავდაცვის სჭირდება. სალმი მის შენ მგონია ახამს ბიჭუნა, არაფერი არ მგონია. მე სერიოზად გადაკავებული. ყოველების ეკლების მიცემი. პროცედური ლაპარაკი. ყველაფერს ერთმანეთს შევიდა. საერთოდ ვინმეზე გიცული. ვინმეზე გიფიქრია არაფერი იქნებოს. თუ მე ვიცი რომ სადღაც ჩემს პლანეტაზე ერთი ვარდი ხარობს და ბატკას შეუძლია ისე შეჭამოს რომ ვერც კი დაფიქრდეს. ეს არ არის მნიშვნელოვანი საქმე. გეკითხები, ეს არ არის მნიშვნელოვანი საქმე. დავშვით. მე დაგიხატავ შენი ბატკის სადიკავს, შენ და შენ ყავს. ვერაფერს ვერ დაგიშავ. ის ისეთი ლამაზია. ისეთი მშვენიერია, აი მას რომ რამე დაიმართოს. მაშინ რატო დატოვე მარტო შენს პლანეტაზე, ბიჭუნა? მომიტევი შენი ისტორია. ერთხელ ჩემს პლანეტაზე ერთი ვარდი ამოდი. ხლებას უცებ რომ შეგეძლო. რატომაც არა? გონი საუზმის დრო, იქნებ გაისარჯოთ და იზრუნოთ ჩემზე. გონი სავარ ხართ, მომიტანთ რა. ახლა მომიტანთ, ახლა. ნუ სად მიდიხართ? არამედ ჩემის ნომერს საოცრად მჭირდებათ. ახლა მომიტანთ. სწრაფად თუ არ მომიტანთ, ნამდვილად დავიღუპებით. ამდენად ისგან ჩემი ფათვები. რასაკეთებ, ასე ხომ გავცივდები? რასაკეთებ? გათხოვთ რომ არ შევცინდე. ეს რა არის? ეს ეკლებია, ეკლები ვარც იმისთვის სჭირდება, რომ ვერავინ გაბედოს მასთან შეხება. და ვინდა გაბედოს? აი მაგალითად ვებმა. კი, მაგრამ ჩემს პლანეტაზე ვებები საერთოდ არ არის. ო, და რომ ცოტა ისინი ხომ ბალახებს არ ეკარებიან. მე ბალახი არ ვარ. მომწიფ თავიდან. რასაკეთებთ, მე ხომ ტირი. არ უნდა რომ მით. მაშინ გააკეთეთ რამე. კი, მაგრამ თქვენ მართან მოგცევა არ იცით. არა. და მაშინ რა იგრძენთ რომ დავინახეთ? აი მაშინ საკუთარი გულის ციფა გავიგე. და არ იცით ეგ რას ნიშნავს? ოდის გიხდით, უბრალოდ მე არასდროს არ ავიდა მყავ. მე თქვენ დანახმისთან ავშევიდო. ძალიან მსურველი ხართ და მე ეს მომწონს. თქვენ კი ძალიან ლამაზი. იმდენად სასიამოვნოა ჩემთვის თქვენი შეხება, რომ ოდის გიხდით თავი შევიდა. აი რომ გიყურებთ ხდები. ესე კი არ არის საკმარისი, მომწიფ თავიდან, მინდა რომ წახვიდეთ. მომიახლოვდეთ. ხლებას უცებ რომ შევიდე. თირას წლის განყოფა არ დავიწყეთ. არა, არ იცით რა. უჯობესი ხდება მე დავშევიდე. ნახოთ. სად მიდიხართ? აქ მარტო მტოვებ. მე ხომ შევივარდით. ამოვედი, რადგან ძალიან შემოშლილი. ვფრთხილდებოდი მის ხრწილობებს, მის სუნთქვას, მის ყოველ ყვავილობას ვფრთხილდებოდი. მაგრამ მივხვდი, თუ გრძნობ, თუ შიშობ, რომ შენს გვერდით ბედნიერებას ვერ ყოფილობ, მაშინ უნდა დათმო, უნდა წახვიდე. სწორედ ამიტომ მეზობელ პლანეტებზე გადავწყვეტე მოგზაურობა.
სწავლება. იქნებ მათგან მაინც გამეგო რაიმე საინტერესო. გიბძანებთ დაიჭრა, მაგრამ ახლა გიბძანებთ ფერსია, მომწონს. როცა ჩემ ბძანებებს ემორჩილები, ძალაუფლება, ადამიან ძალას მაქვს, მათთან უნდა დაანახო, რომ რამის გეშინი და უფრო დაგაფასე. გამარჯობა. აი, ჩემი გოშონი. მომია. თქვენ რაზე ბძანებთ? მე ყველაფერს. ეს ყველაფერი ჩემი სამსახურია. აი მზეს რომ მოგბძანოთ, შეგიძლია? ხო, აი მზეს რომ მოგბძანოთ, შეგიძლია? მზეს. რა თქმა უნდა. მაშინ უბძანეთ რომ ჩავიდეს. უბძანეთ რომ ჩავიდეს რა, ხო? მე რომელიმე გენერალს ვბძანო, ყოველდღე. ისე გადასვლა, როგორც პეპელა აკეთებს. ან პოემა დაწერა, ან საერთო თოლიად გადაიქცა. და მან ბრძანება ვერ შეასრულებს. ვინ იქნება დამნაშავე? მე თუ ის. ვინ იქნება დამნაშავე? მე თუ ის. თქვენ სრული სიმართლე. გამარჯობა. თქვენ მე მეფარნე გახლავართ და თქვენ მიხართ. მე უხსნი. და რა საკეთებს მეფარნე? მეფარნე გამით ფარასადებს და ის კი მას დააჯობს. და ასე რა მოიქცევ? იმიტომ რომ ეს განკარგულება, რომელიც აუცილებლად შეცვლეს, თუმცა გახავდეს. და განკარგულება რა? განკარგულება? ეს განკარგულება? ყოველ ადამიანს ისეთი განკარგულება უნდა მის. ისი გაკეთებად ძალებს. ხალხი ძალაუფლება გონიერებას უნდა ემყარებოდეს. ხალხი შენს გემოზე უნდა ათამაშო. ისე რომ ვერაფერს ვერ მივხვდე. მე მაქვს უფლება მორჩილება მოვუთხო, რადგან ჩემი ბრძანება გონიურია. და თქვენი ბრძანება გონიურია? თქვენი ბრძანება გონიურია? გონიური? არ ვიცი, მაგრამ ამას არ არის. და ვინ გასცა ეს ბრძანება? რა ბრძანება? რისთვის არის ეს ბრძანება? რატომ არის? რა ვიცით? არ ვიცი, მეშინი. მაგრამ რისი უნდა მეშინოდეს? განკარგულება ხომ განკარგულება. არა, მაინც მეშინია, რომ კითხვებს აზრად ვერ გავცემ. მაგრამ არ გავცემ და ჩემს განკარგულებას მინდათ შევასრულებ. ნახვამდის. ხუთმეტი, 30, სულ იქნება 510 მილიონი. გამარჯობა. თქვენს განკარგულებასაც შენ კიდე რა ხარ? რამდენჯერ დაამიანო, ჩამიანო, ხო ხედავ? შენ ამის უფლებისთვის არ ხარია. რა სიტყვი გამაგები? როგორ არის ეს? პატაწონები. ბუზებს გულის ხო? ბუზი შენ თვითონ ხარ. აი, ყვით. ფუტკრებზე ხომ არის? სულ ხო? არის, კიდევ ერთი დაიზარდა. სულ იქნება 510,621. მაგრამ გამაგებინეთ რა სიტყვით რა. ლამაზონები, კოხტუნები, პატაწონები, ბიშუტები. თქვენ ფანრებს გულის ხო? რას გაგილოთ? რომ მე ამხელა ადამიანის მოსაგებს დავითვლი? მე ხომ ვარსკვლავთული ცხვარი ვარ. ძლივს არ თქვენ ვარსკვლავებზე წვალობთ. ამ ვარსკვლავებს გულით ამდენი ხო? ესენი ხომ უბრალოდ ვარსკვლავები არ არიან. ისინი ჩვენ იმედისმილებს გვაძლევენ, რომელიც ერთად შეიძლება მურალ ენათებადაც კი იქცეს. და ამდენი ვარსკვლავი რა შეგვიძლია? როგორ თუ რაში, უფრო მეტი რომ მქონდეს. და ყველა ეს ვარსკვლავი თუ თქვენია. ხო, გამოდის თქვენ სხვა ადამიანების იმედებიც მოიყვანოთ. მე არაფერი მომიპარავს. ცხოვრებაც ასეა მოწყობილი. არაფერი გეკუთვნის მანამ სანამ არ მოიპარავ და არ მისაკუთრებ. თქვენი აზრით იმის მისაკუთრება რაც აბეკუთვნით. ხო, სამართლიანია. აი გითხოვს ხოლოდნებს ხო? დაუნომაბეზრეთ, იბრძანეთ წაფრული. წადი.
ჩვენი ერიხმა საიდან ჩვენი ერიხმა მე ხერა ამ დიხმაში ჩემი ხმა გაიგე კი მაგრამ რა დეხმაში აქ ხომ მარტო თქვენებზადები ნუ თუ არ გესმით ახლა ყველაფერს თავისი ხმა აქვს გესმის როგორ ფერება ქარი აქაო არა მე ქარი არ ის ჩემს მარცაში მე კი ვარდები არ უყვარს ისინი გამარჯვებულად მომავალდერიან რასო ჩემს ვარ სრულებითაც არ ხვდა მასეთი მედიც ის ისეთი ლამაზი და ისეთი მშვენიერი იყო ალბათ თქვენი ვარდი ძალიან გიყვართ და ამიტომ გეჩვენებათ მისი ხმა მელოდია და მელოდიური არის როგორ თუ რა არის მელოდიური არა თავგერები ჰაერში ხოდა ამას მოგონებს გახსენებს იცი აქ ის ამოსვლასა და ჩასვლასაც თავისი ხმა აქვს ესმის არა მე არაფერი მოსმის თუ შეიძლება თქვენ მიგდები არა მე ვარ უმერი რატო იცი მე არასდროს არ ავთქვის მიმდევრი ადრეს სულ მომფერებოდა მაგრამ არავის ესმოდა ამ პლანეტაზე მხოლოდ მთლიანი მოსმენა კი არავის შეუძლია ადამიანებიც ასეა თავისას მიანეკებიან და მოსმენა კი საერთოდ არ იციან რა აზრებს თუ არა მივიდეთ მე აუცილებლად მოვისმით თხოვთ აი გესმის ზემა მოსვლა დაიწყო ზეო ამოდი ნუ ეფარები აი მოგზაურეთ სადაუხარ მე გეოგრაფი ვარ რას აკეთებს გეოგრაფია გეოგრაფის სწავლულია რომელმაც სად მდებარეობს ესა თუ ის ზღვა მთა მდინარე ქალაქი და ისე ძალიან საინტერესო ტოპიკია ეს გეოგრაფია და თქვენს პლანეტაზე ოკეანეებიც არის არ ვიცი მაგრამ თქვენ ხო გეოგრაფია დიახ გეოგრაფი და არა მოგზაური გეოგრაფი ვერ იხეტიალებს ვერა ის მეცნიერია თქვენ არ იცით რა ხელა პასუხისმგებლობა გიწია ჩვენ გეოგრაფებს და რა ხელა პასუხისმგებლობაა ის მოვიდა მომადე სათანადო როგორი სასაცილო მარაო სასაცილო ამიტომ ყველა ჩემს თაყვანისმცემელს გეცვახე გენ სახელია რა თქმა უნდა ის იყო თაყვანისმცემელი და თაყვანისმცემელი რა სულ ხო თაყვანისმცემელი ხო მის აღიარებას ნიშნავს რომ აი ამ პლანეტაზე ყველაზე ლამაზი ყველაზე მოხდარი ყველაზე ჭკვიანი და მდიდარი მე ვარ მაგრამ ამ პლანეტაზე ხო მარტო თქვენ ბრძანდება ხოდა შეგახდე ჩემი თაყვანისმცემელი ახლა შეგახდე ჩემს პლანეტაზე ერთი ვარდია ჩაიწერეთ არა ჩვენ ყვავილებს არ აღვნიშნავთ მაგრამ რატო ის ხომ ყვავილია იმიტომ რომ ყვავილია ეფემერულია ეფემერული რა ეფემერული არის ის რასაც დიდი ხნის სიცოცხლე არ უწევია ესე იგი რას ამბობთ რომ ჩემ ყვავილი ეფემერულია ჩემს ყვავილს არ უწევია დიდი ხნის ხო მას ხომ მხოლოდ 4 საწუთავე ეგრის გარდა არაფერი აქვს რომ თავი დაიცვის მე კი ის მარტო დავტოვე სხვა პლანეტაზე ესე იგი არ უწევია ჩემს ყვავილს დიდი ხნის სიცოცხლე და თქვენ ასე ძახით დიდი ხნის სიცოცხლეს გონია სიცოცხლე მარადიულია დამხალე მარადიული უსასრულო მუდმივი არაფერია ჩემო ბიჭო თემი დგას რომელიც ერთხელ შეიძლება ვულკანმა წალეგოს ვულკანს სხვა ჩააქრობს აი ზღვას კი მზე დააშობს მზე ანათებს რომელიც ერთხელ შეიძლება მთვარემ დავნელოს მარადიული არაფერია ჩემო ბიჭო სიყვარული ხო სიყვარული არ არის მარადიული სიყვარული დამხალე დედამიწაზე წადი იქ იპოვე შენს კითხვებზე პასუხს დედამიწაზე წადი არ ვიცოდი სად მივიოდი თუმცა წამოვედი და ჩემი თავი უნდა გადავარჩინო ვიცოდი ეს გზა არ იქნებოდა მარტივი მაგრამ
მაინც წამოსვლა ვაჭრო. რომელ პლანეტაზე ვარ? ეს დედამიწა. დედამიწაზე რა უცხოებს? ეს უდაბნოა. უდაბნოში კი არავინ ცხოვრობს. დედამიწა დიდია. იცი რა, ასე მგონია ვარსკვლავები იმისთვის არსებობენ ერთის ყველა თავისი როლი. აი ჩემს ვარსკვლავში ზუსტად ესე ვიტარი, შეხები. რომელზეა შენი ვარსკვლავი? აქ რა ჩამოგიფანათ? იცით რა, ერთ პაუზს ვიცი. ყველა დროს გამიჩნდა მასთან საერთოდ გამო. ო, შეიძლება იყოს ვიჩუქებდეს. საინტერესო. ადამიანები არ არის. აქ თავს ძალიან გამისულებს. ადამიანებს შორისაც გარდაობა. როგორი სასაცილო ცხოველია. თითივი გაიო. მე მეფისტიზე უფრო ძლიერი ვარ. ო, არ თუ ისე ძლიერი ჩამდა. მეთებიც კი არ არის. ცხადია ვერც მოგზაურობას შეძლებ. მე გემზე უფრო შემიძლია შეიძლება. როგორი გულუქდება. სამწუხაროა რომ დედამიწა იმედებს გაგიცნობს და არც ნამენები იქნებიან შენი მეგობრები. თვალებს შემოგხედავენ და გაჯერებენ რომ სულ შეზღუდვით იქნებიან. გაგეცინებენ, თავს მეგობრად მოგაჩვენებენ. მაგრამ იოცნებებენ რომ გულში სუსტი და უბედური იყო. და ერთხელაც როდესაც სამუდამოდ ასუსტებულს ნახავენ, გაგსცემენ, გაგანადგურებენ და ბედნიერად გააგრძელებენ ცხოვრებას თავიანთი თაისეული მიზნით. ნუ მოტყუდები, დედამიწა სიკეთის ადგილი არ არის. მიწა სისი. ჰაერიკი წოვი ხაერს გაშენთ. და თუ ისე გადაწყვეტ შესწავლას დაგვიგებას. ჩემი იმედი გქონდეს. მეგობარო. გამარჯობა. სათხარ. არა, ვაშლის მისწრებს. და ვერ ხარ? მე მელა. მელა მოდი მეთამაშე რა. ხო, ძალიან მეგობრი. შენი თამაში არ შემიძლია. მე მოუშინაურებელი მელა. და რა არის შინაური? შენ ახალი არ იყო. გარას დაეცემა. ადამიანებს ადამიანებს ფაქები ეს ძალიან საკითხია. არა, ეს დაწყება. მაგრამ არ გამოგიწყავთ. ეს ერთადერთი რამ არის მაგარი. და შენ საქმეს არ დაეცე. არა, მე მეგობრებს დავუწევ. და მაინც რა არის შინაური? ეს ისეთი რამე, რაც უკვე კარგია დაუწყების. იგი მიჩვევას იწევს. მიჩვევას? ხო, სწორედ მაგას. აი შეიძლება ჩემთვის ერთი უბრალო პატარა ბიჭი. სხვა 100,000-ისგან არაფერი გაგზავნა. მე შენ არ მჭირდება. არ ჩანაგჭირდება. შენთვის ისეთივე მელამა, როგორც სხვა 100,000. მაგრამ შენ თუ მომიშინაო, ჩვენ ერთადერთი დაგჭირდება. შენ ერთადერთი იქნები ჩემთვის და მეც ერთადერთი იქნები შენთვის. მე მგონი მივხვდი. ერთ ფავორს უცნობ. გონი მან მომიშინაო. რა ხდება დედამიწაზე? არა, ეს დედამიწაზე არ მოხდა. სხვა პლანეტაზე მოხდა? მე ჩემს პლანეტაზე. ერთი ყვავილი მყავს. მე მას ვწავდი. ვაფარებდი მინის საფოს, რომ ხარს არ შეეწუხებინა. ის სიგულისთვის ხოცავდი მუხლუხოებს და უსმენდი მხოლოდ მას. უსმენდი მაშინ, როდესაც სურდა. უსმენდი მაშინ, როდესაც საყვედურობდა. მაშინაც კი უსმენდი, როცა ჩუმად. იმიტომ რომ იგი ჩემი ვარდია, გესმით? ჩემი ვარდია. დამონადირებით ვარ. არა. იდაკათმები. არცა არაფერიც არ. იცი, მე გაგმებზავნადი რომ ადამიანები ჩემზე ნადირობენ. ყველა ქათამი ერთმანეთს გავს. ადამიანებიც ერთმანეთს გავს. ყველაფერი ერთმანეთია. ძალიან მოუწია. მაგრამ შენ მომიშინაო. ჩემთვის ყველაფერი გაცისკრომა. აი, პურის ტახტს ხედა? მე პურს არ მჭამ. არც ხორბალი მჭამ. პურის ტახტი არ არის. მაგრამ შენ როგორ სპერდებს? რა კარგი იქნება რომ მომიშინაო. პურის ტახტი შენ გასაგებს და კი შემოყავ. მომიშინაო. ხო, მომიშინაო. იცი რა, სიამოვნებით მომიშინაურები, მაგრამ უნდა წავიდე და ბევრი ახალი რამ გავიგო ჩემს შესახებ.
მომიშინაურე. კარგი, მაგრამ როგორ უნდა მოგიშინაო? ამისთვის ძალიან დიდი მოთმინება საჭირო. თავიდან შენ, აი რა, გორზე დაჭდა. მე სალონში დავიმალე. შენი ნაბიჯების მუსიკას ავიხმარება და სწორად ამბობ. შემდეგ მე ყოველდღე უფრო და უფრო მოგიახლოვე. ახლა კი დროა. ვზნობ, როგორ ახლოვდება მასთან შეხვედრის დრო. რომ არ მოვიდეს რა გავაკეთო? შენი ბრალია, ცუდი არაფერი მიგონა შენთვის. შენ თვითონ მოიმოვლე და მომიშინაურე. მართალია. ახლა კი უნდა იდეო. მართალია. მერე და რა მოვიქნება ეს? გაიხსენე რა გითხარი ოქროს ბერთავთავებზე. წადი, კიდევ ინახულოს პოვდი და დარწმუნდები, რომ შენი ვარდი ერთადერთი ამ ქვეყანაზე. გამოსამჯდობლად კი ერთ საიდუმლოს გაგიმხავ და ჩემი საჩუქარიც ის იქნება. ყურადღებით მომისმინე, კი ძალიან უბრალოა. ხოთ გული ხედავს კარგად. თვალს არ ძალოს დაინახოს ის, რაც მთავარია და არსებითი. თვალს არ ძალოს დაინახოს ის, რაც მთავარია და არსებითი. თავს რომ ემლებოდი შენს თვალს, მაგიტომ ასე ძვირფასი შენთვის. თავს რომ ემლებოდი ჩემს თვალს, ადამიანებმა დაივიწყეს ეს ჭეშმარიტება, მაგრამ შენ არ უნდა დაივიწყები. შენ ვალდებული ხარ ის ხომ იმაზე, ვინც მოიშინაურე. ვალდებული ხარ ის ხომ შენს ვარდზე. მე ვალდებული ვარ ის ჩემს. კარგად დაფიქრე. შენს გულს მოიმდე და თუ ის ერთადერთია ის მიგიყვარს ჭეშმარიტებამდე. ახლა კი შვიდობით. შვიდობით.
როგორიც თავდაპირველად იყო ჩემი მეგობარი, მაგრამ მე იგი მომიშინაურე და ახლა ის ერთადერთია ჩემთვის. ძალიან ლამაზები ხართ, მაგრამ არავინ გაწევს ეს გამო. ჩვეულებრივი დამდები, ალბათ ითქვას, რომ ჩემი ვარდისფრენისთანაა, მაგრამ არა, იგი ყველა ვარდში უძლიერესია. თუ ადამიანს უყვარს ხვავილი, რომელიც სადღაც ვარსკვლავზე ხარობს, მაშინ სიხარული შესწირება გამიცავს და ყველა ვარსკვლავი შეგვისინდება. რადგან შენ ვალდებული ხარ იზრუნო იმაზე, ვინც მოიშინაურე. მე ვალდებული ვარ ვიზრუნო იმაზე, ვინც მომიშინაურე. მე ვალდებული ვარ ვიზრუნო იმაზე, ვინც მომიშინაურე. ეს არ არის მნიშვნელოვანი საქმე. გეკითხები, ეს არ არის მნიშვნელოვანი საქმე. დამშვიდ. ნაზე ვასწავლე ყოველ სიტყვაში. ეს წინას ნიში. ვადი რომელიც შენ საფრთხე უკ. სწორედ ასე ფიქრობს ჩემი მეგობარი მეც. ისევ ეს კი, მაგრამ რატო? გასველი წყალი აღარ აქვს. სულა ეს ყოველი სიტყვი. იცი რა, მეგობარი საჭირო. სიკვდილის უთევში. შენ წარმოგენა მოსარასათვის. შენ ზის სისხლის მასაურისთვის. იცი რა, ლამაზია ვარსკვლავები, რომ იქ სადღაც ვარდები. უდაბნოც ლამაზია, იმიტომ რომ სადღაც აქ ჩაიმარება. ვაი. ვარ, უდაბნოც ვარსკვლავები. ლამაზ მათში ის არის, რაც იბარება. მიხარია რომ გავიზ. აი ასე ფიქრობს ჩემი მეგობარი მეც. ისევე სვენ. წარმოუდგენელი ამ უდაბნოში ჩისმოძებნა. წამოდი და რაღაც ვარ.
უღარ მომხვები, დაიშაჭე. მეშინ არ მოხშობდები. უღარ მომხვები, ხომ იცი? არ შემიძლია. ძალიან შორს არის ჩემი პლანეტა, არ შემიძლია დაწამო ეს ძალიან ძილი. მეშინ არ მოხშობდები. ხომ იცი ჩემი ვარ? მე უნდა ვიზრუნო მას. მასო დღესაც უნდა ვენდის გარდა არაფერი არ სულთავი დაიწოს. მე კი ის მარტო დავყო ჩემს პლანეტას. მეშინ არ მოხშობდები. უნდა მომშო. მეშინ არ მოხშობდები. უნდა მომშორდები. მეშინ არ მოხშობდები. უნდა მომშორდები. მეშინ არ მოხშობდები. აი ეს ერთი ნამიში გადავაყენე.
მე ვიყავი ჯავახიშვილის უკანასკნელი კურსის სტუდენტი, როდესაც დავიკითხე პირველად სადიპლომო ნაშრომს წერდი და საჯარო ბიბლიოთეკაში დავდიოდებულად და აი ესეთ სიტუაციაში მომხდა ხელში და მე ვითხრათ რომ გაუანელებელი აღწევ რომ მომდევს დღემდე. მე ვიჯექი ამ დარბაზში ყველაზე ბედნიერი და აღწევულია ვეთრიტო გულს. სიამოვნებით უყურე ამ საყვარელ ბავშვებს ახსენდებოდა ისიც თიკა. რასაც ვერაფრით მოიტანდა, იმიტომ რომ წარმოუდგენელი იყო ყველაფრის გასცემიურება ალბათ. ხოდა მახსოვდა და მენატრებოდა ისიც, რასაც ვერ ვისმენდი და სიამოვნებით ვისმენდი იმას, რასაც ეს ბავშვები ასაჟღერებდნენ. ულამაზესი ამბავია ურთლა და აი მადლიერები უნდა იყვნენ ალბათში, რომ აღმოაჩენილი აი ამ ასაკში ეს წიგნი. რომ მიენიჭოზე ხაზარებებნიერება იზრუნებს ფრაზები გერდაიზებირებინა ალბათ შეტანილდა დარწმუნებული ვარ ვფიქრობ კიდევაც ამაზე. ურთულეს და ძალიან სასტიკ სამყაროში ცხოვრობთ. ეგზიუპერიც მეორე მსოფლიო ომს შეეწირა. რეალურად მფრინავი იყო ეს. სამხედრო მფრინავი მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო გახდა, რომ ვერ შეძლო უსინდისოდ მშვიდად და კომფორტულად ეცხოვრა, როდესაც ადამიანები იხოცებოდნენ წარმოუდგენელი რაოდენობით. მფრინავი იყო, მაგრამ მისი ასაკი გამორიცხავდა იმას, რომ გაეწვიათ. მოხალისედ წავიდა, მიუხედავად იმისა, რომ აღარ იყო აშკარად ფიზიკურად იმ მდგომარეობაში, რომ ეს ვალდებულება შეესრულებინა, რომელიღაც გაფრენის დროს დაიკარგა. ამბობთ ისე ჩამოვარდა, აი როგორც ამბავშია აღწერილი, სადღაც უდაბნოში ოკეანეში ის კაცმა არ იცის. და ამ ადამიანს მთელი ცხოვრება მუდმივად ჰქონდა იმისი განცდა, რომ ადამიანები პასუხს აგებენ სამყაროზე, რომელშიც ცხოვრობენ. და ადამიანები პასუხს აგებენ ერთმანეთზე. რომ ჩვენ წარმოუდგენელი ვართ და როდესაც გულმოდგინედ ვეცებთ ერთმანეთს, მუდმივად უნდა გვახსოვდეს, რომ ისი როდესაც დღეს მუდმივად მოვეკეცით. ხალხი შეიძლება უბრალოდ აღარ იყვნენ სამყაროში და
ჩვენი შეცდომების გამოსწორების შესაძლებლობა არ მოგვიწეს. შემიყვანილი თურმე წარმავალი ყოფილა და მეისმილად ერთერთი ცხოვრება მახსოვდა. და მთელი ცხოვრება მახსოვს, როდესაც ვინმეს მოაშინაურებ, როდესაც ვინმე შეიყვარებს. პასუხსები მანზე აუცილებლად. ჩემს ცხოვრებაში არის ადამიანები, რომლებიც მოაშინაურდა და ვერასოდეს თქვი უარი იმათზე, მოკლედ იგზურების მსგავსი არაჩვეულებრივი ავტორები სწორედ ცხოვრებას გვესწავლიან. და რამდენი პრობლემა თქვენი ცხოვრების ძალიან მომწონს. ულამაზესები სიამოვნებით მოიხსნიდნენ, ის სიყვარული ისმის და თუმცა ერთად იგზურებს შეგვიძლია. ახლა მithვათ ის მართლა და ცხოვრების მუსიკალური გაფორმება, საუკეთესო, აი, ვისი, სანამ